დათო მამიაშვილი, აპლოდისმენტები. მოგესალმებით. ძალიან საინტერესო 16 წლის წამდებით, ხო? ასეთი ახალგაზრდა, მაწვილი კაცი და ძალიან სასიამოვნო რომ გვესტუმრეთ. 16 წლის და უკვე ახალგაზრდა. რა უცნაური. მოგები შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, აქ იწერეთ რომ იმედია წვერის საპარსის ფულს მოვიგებ. მე რა გეტყობა და თუ მეტი მოვიგებ ძმაკაც წავიყვან ქალებში. ეს კალები აქტუალური თემაა. ეს იგი, თქვენ თვითონ ამოსული აქ ხელი. თვითონ ვაკაცია პრობლემა. ვაკაცებს ძალიან კარგი გაწყვეტილება აქვს. ნამდვილად. კი ბატონო. შვენიერი, დათო, წესები ვიცით? კი, ვიცით. მზად ვართ? კი. ახლა სანამ ძირითადზე გავხურდეთ პატარა და მე დავიწყებ ძირითადს. როგორც გაგეხარდება? 1 2 3. ხო, მაშას ახლა პატარა მინიატურას წარმოგიდგენთ სიტუაცია, ისა ფილმი როა უძინართამზე, კადრი ფილმიდან უძინართამზე, დათო ვერ ერკვევა ფეხბურთში. ვა, მარადონატო. და ესა მეორე მინიატურა კახელი ჯდება, კახელი შედის სექს მაღაზიაში. ჯო, ვირი არის? შემდეგი მინიატურა დათა თუთაშხია ჯდება სკამზე. სავარძელზე უფროსად. პიუ. რა ქენი პრუჟუნა ეს? გილოცა და არა გუდუნა რო ყავდა ვიცოდი მაგრამ პრუჟუნას თუ მისი იყო არ ვიცი პრუჟუნა. კიდე ახალი სიტყვა მივაწეროთ ჩვენ ლექსიკონს. პრუჟუნა. პრუჟუნა. ясно, да, ну პრუჟუნა არ ვიცოდი. შვენიერი, დათო, შენ გაქვს 50 ლარი. გილოცა, აპლოდისმენტები. ვაგზელებ თამაშს. ეს შენ როგორც კი ეს იყო გახურება, როგორც. კი. გახურდი, მოითელე? ჯერა ერთი კიდე უნდა გავხო. გასაგებ. მაშინ დავიწყოთ 1 2 3 წავიდე. აი მოკლედ აი ეს ჩემ პრინციპებში დავით მამიაჟის პრინციპებში არ ჭდება რომ ეს ქართველი ხალი ეწევა სიგარეტს. არა, მამით საყვალები და ძირსკები არიან, მაგრამ ეს ულვაში რო უყეთლებათ რა წესია მეტი. ვიცი, ბაბუა ჩემი ელდარი ხო ის. მაგას ისე გაუჭირა ოქროს წლები დაალომბარდა. რუსთავში იმდენი საშაური მეგახსენს, გდაინან ექსკურსიაზე მოდიან. ბაბუა ჩემი ელდარი ისეთ გადაღძუებული იყო, მაგრამ კუბოში გვიწევს. მოკლედ ეს ბიძინიანობაში რა კაი კაცია, ძალიან მაგარი კაცია. სადაც გაიარა, ყველაფერი გააიაფა და ბატონო ბიძინა, ცირკის წინ გაიარეთ რა. შალონა თელაშვილი იმდენჯერ იყო სტრასბურგში მოსამართლეს შეჩემათი ელაპარაკება. კარგია. კარგი იყო მომეწონა. 100 ლარი. შენ მოიგე 100 ლარი. მე შალვაზე კი გამეცინა კარგი იყო, ხო? ვაცავთ. მოკლედ ახლა ნიკა წეღარ შე რო თქვი რომ ის რაღაც ისტორიებს ეს თამაშგარეა? კი, თამაში. ისტორიებს ვიფიქრებო და მე ვეღარ უგრძელებო, ხო? აი ეგეთი ესეთი მოვიფიქრე მეს და გავაგრძელეთ და შემოგთავაზე. ანუ მესამე ტურს თამაშობ. მესამე წუთს ვიღებთ. 200 ლარზე ვთამაშობ. კი. კარგი, 1 2 და 3. მოკლედ ახლა ჩემონიკა 93 94 ეკურკურება წლებია ჯერ დაბადებული არა და წავედი თურქეთში. მე ვიფიქრე რა ცოლი მომყავს ხო პატარა და რაცხა გევიკოპწიავებ თქვა. თავს ვიფიქრე თან ჩემი ძმაკაცი რო ტყემალეთში მოვკიდე ხელს და მივღობრიალობ თას. არა ცალი ხელით მივღობრიალობ მეორე ხელით ტყემალის ძმა სწავლობდი. ყველა გადავღობრიალეთ ახლა თურქეთში პირველი ქალაქი რაც იყო და იყო ქემალფაშა. დიდებული ქალაქი არ გენახოთ უკეთეს. მოკლედ ახლა ეს ქალაქი რომ დინარზეა გაშენებული ესე ტემზიდან ტემზამდეა გადათხლაშული. მე ასე აქ შუაში რო ასე ეიფელის ეს ანძარო გადმოხურეს ღრმა თუაო. მე იქით არის ბიკენტია საშაურმეა კუთხეში, მე იქით არის ოთხკუთხედი იგენია რა ქვია პირამიდებია. მე ქვესკნეჯენი რაღა და ცაცჯენებია. მოკლედ ბევრი რაღაცა ახლა რო არ გავაგრძელოთ და მივადექით ახლა მაღაზიებს, საშოპინგოთ ვარ წასულები და პირველი მაღაზია რაც დავინახე მუსტაფა. აქეთ გავხედე მუსტაფა და ახლა პაკლიჩკუმ ყველა თამას კლიჩკებია, კარგი მუსტაფა, კეთილი მუსტაფა, იაფი მუსტაფა და პირველი შევედი ქართველი მუსტაფასთან და რა ვარ შევედი და ქართველი ვარ ქართველი. მე ვთხარი ვიზა შენ ქართული ლაპარაკია და თქვენ ყავს სონღეს ბენზინის სპეციალიტეტი თქონდა გადამოგდებული ასე. სუდა გავიცდა დრო. შენ ნორჩი ვარ კაცო, არა უშა. მიწეს კი. რა სიტყვით მეგობრებო? არა და მაინტერესებდა. პირველ რიგში მომწონს ის რომ ეს ადამიანი ჯერ 16 წლისაა. ჯერ 16 წლისაა და ძალიან კარგია რომ აქვს იუმორის ზნობა, შეუძლია ხუროვის დაწერა და მისი ადამიანი ხალხთან მოტანა. კი ბატონო.
ნამდვილად. ასე რომ მივესალმები. და მე მუსტაფას ფასები მეინტერესებდა. აი, ვაგრძელები და არ დამაცადა. აი, მე მაინც ხო გაგაფრთხილებ. მე სულ მე გაგაფრთხილებ. შენ შეგეძლო 100 ლარი აგეღო წასულიყავი, მაგრამ გარისკენ. გარისკენ დამარცხე. 100 ლარი ვერ წაყვანეს მაკაც ხო იქა. ხო, არა, ხო, მართალი. ასე რომ მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადო. რატო? ამიტომ არ გაჩერდა. ხო, ამიტომ მაგაძე ფიქრობდა ხო, ხტები? მაგაც. დიდი მადლობა რომ მოხვედი. აპლოდისმენტებით გავაცნობ მოხდანილ. მადლობა.